2013 წელია ვარ ლოს-ანჯელესში. შფოთი, სტრესი, დეპრესია, ყველაფერი რო გიტევს ერთად დავჯექი სკამზე, დავხუჭე თვალები, დავიწყე სუნთქვა. ჩვენმა წინაპრებმა მიაგნეს უნიკალურ ნეიროფიზიოლოგიურ, ნეირობიოლოგიურ ტექნოლოგიას. აზრი არა ვარ, რა არის დაღლა რა. არ ვიცი მე დაღლა რა არის. ადამიანებში შემოვიდა შიში, აგრესია და 1000 მთავარი რაღაცა გვაქვს ცხოვრებაში და ყველაზე მთავარი რაც არის, იმაზე საერთოდ არავინ არ ფიქრობს. ამ ასეთ ტექნოლოგიებს შეუძლია ცივილიზაციის ბედი შეცვალონ. ხმამაღალი განაცხადია. შენ აუცილებლად უნდა ნახო ეს ფილმი. ყველამ თავის საკეთებელი უნდა. ეგ არის ყველაზე მაგარი, რომ შენ რაც არის შენი საქმე ის უნდა გააკეთო. მოგესალმებით, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან ნიკოლოზ ხომასურიძე, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი და ექიმი გიორგი აფრიამაშვილი. მიუხედავად სრულიად განსხვავებული პროფესიებისა, მათ აქვთ ერთი საერთო, ორივემ საკუთარ საქმიანობაში კავკასიური იოგას შესაძლებლობები გამოიყენა. კავკასიური იოგა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი პრაქტიკა არის და მისი პოპულარიზაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფაქტობრივად გარკვეულ სინქრონში მოხდა ამ ორი ადამიანის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით. ნიკოლოზმა თავის უახლეს ფილმში გააზიარეს სიყვარულში კავკასიური იოგა სიუჟეტის მთავარ მოტივად გამოიყენა. გიორგიმ კი თავის საექიმო სამედიცინო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა კავკასიური იოგას შემსწავლელი კურსი. დღეს საშუალება გვექნება მოვისმინოთ, რითი არის კავკასიური იოგა ასეთი საინტერესო, სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანებისათვის. მე ვნახე ფილმი და მართლა ძალიან ემოციური იყო და ესეთი სცენებია ძალიან მიზნობრივი და ძალიან სავსე გზავნილებით. რამ გიბიძგა საერთოდ რატომ გადაიღე ეს ფილმი, რატომ შეიქმნა ეს სცენარი, რა იყო შენი მოტივი? მშვიდობა და სიყვარული ძვირფასო მეგობრებო, ხათუნა, გიო და ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. მადლიერება მოწვევისთვის და ასევე მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ თქვენ ამ ფილმის როგორც გულშემატკივრები, ასევე მხარდამჭერებიც ხართ და ქველმოქმედი შემოქმედები, რაც უმნიშვნელოვანესია დღეს თავისუფალი, დამოუკიდებელი სულისკვეთების, ეროვნული სულისკვეთების ქართული მხატვრული ფილმების შექმნისთვის და ასეთი ხალხის არსებობა ამ ქვეყანაში და მადლიერება თქვენ. ჩემი გზავნილი არის პირველ რიგში სიყვარული, ფილმს ქვია გააზიარეს სიყვარული და სამწუხაროდ დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში უფრო მეტად სიძულვილი არის გამეფებული ვიდრე სიყვარული და ეს გააზიარეს სიყვარული გზავნილია, რომ რისთვის ღირს ცხოვრება რომ გავიაზროთ, ხო? ანუ ერთმანეთის ლანძღვა არ არის კარგი, ხო? ყველამ ვიცით თან, ვინც ილანძღება იმათაც იციან და ვინც აფრქვევს სიძულს, მაგრამ უმეტეს მონაწილეობას სიყვარულის გაზიარება აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც ძალიან, ანუ აქტიურად ძალიან დიდ მომრავლესმა ვერც გაიგო საერთოდ სათაური რა. და ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა პრობლემა ამ ქვეყანაში სიყვარულის. ჩემთვის საქართველოს ხა ამოსავალი წერტილი და შემდეგ უკვე სოფლიო, რადგან პირველ რიგში მე ქართველი ვარ და ჩემს სამშობლოში მინდა რომ რაც შეიძლება მეტი სიყვარულის უფევდეს, რომელიც იყო ადრე და დღეს სამწუხაროდ გარკვეულ მიზეზთა გამო ესე არის. ეს ძალიან ქვედა და დაბალ დონეზეა დასული სიყვარულის გაზიარება და ის ურთიერთობა, რომელიც მინდა რომ იყოს ჩვენს სამშობლოში და ეს განსაკუთრებით COVID პანდემიის დროს ვიგრძენი პირველად ესე მასიურად, რომელიც დღემდე აი მატულობს და ეს სიყვარულის ინფორმაციულ ველში შესვლა არის ჩემთვის გააზიარეს სიყვარულის გამოსვლა. თქვენ იყავით, ხო? გიო სამწუხაროდ ვერ იყო პრემიერას, მაგრამ საცდელ ჩვენებაზე იყო, ნახა იქ ხალხის განწყობა როგორია, შენ პრემიერაზე ნახე, რომ როგორი სიყვარულითა და ერთობით დაიმუხტა, ხო, მთელი დარბაზი, ხო, ანუ ასეულობით ადამიანი. ხო, რატომ მოვიდა ეგ ემოცია, მე ვერ მივხვდი, მაგრამ ის ხო, აი ვის სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა სცენაზე მოვიდა ვიღაც ფილმის ბოლოს დასაწყისში და როგორც სამოქალაქო ასევე სასულიერო პირებს, ანუ ერთნაირი განცდა ჰქონდათ ამ ფილმთან შეხებისას და უბედნიერესი ვარ, რომ აი იმ სულიერ შინაგან სიმებს შეეხო ფილმი, რაც ჩავიფიქრე. რაღაცა ჩავიფიქრე, რაღაც არ ჩამიფიქრებია და ეს თავისით მოხდა, მაგრამ თავისით ყველაფერი არ ხდება.
აი ხო ვაყალიბებდი 10 თვისებას, რატომ არ უნდა ნახო გააზიარეს რატომ არ უნდა რატომ ნახო? არ უნდა ნახო, ხო? შენ თუ საინტერესო. არ გიყვარს შენი სამშობლო, ნამდვილად არ უნდა ნახო. შენ თუ არ გიყვარს თავად სიყვარული, არ უნდა ნახო. შენ თუ არ გიყვარს რუსთველი, არ გიყვარს დავით აღმაშენებელი, გალაქტიონი, ფიროსმანი, დავით სარაჯიშვილი თუ არ გიყვარს და მის საქმიანობა, კლოდ მონეს მხატვრობა თუ არ მოგწონს და საერთოდ არც თბილისი გიყვარს, არც ქუთაისი, არც სხვა, არც რაჭა და არც სხვადასხვა კუთხეები ჩვენი თავი არ გიყვარს და თუ შენი საკუთარი თავი არ გიყვარს და შენს ჯანმრთელობას არ აფასებ, მაშინ არ უნდა ნახო რა. მაგრამ შენ აქედან ერთ-ერთი მაინც თუ გიზიდავს, შენ აუცილებლად უნდა ნახო ეს ფილმი, იმიტომ რომ ნამდვილად სხვა ადამიანი შეხვალ და სხვა ადამიანი გამოხვალ. ის ადამიანი გამოხვალ, რომელსაც სარკეში რო იყურები, გინდა რომ აი შენი თავის უფრო გაუმჯობესებული ვერსია ნახო და იმდენ ინფორმაციას და საინტერესო დადებით ინფორმაციას გაიგებ ამ ფილმისგან, რომ აუცილებლად მეორე და მესამეჯერაც მოგინდება ნახვა. 3 წელი მიმდინარეობდა ამ ფილმის გადაღებები და ჩვენ ვიცით ეს როგორ მიდიოდა. ძალიან ლამაზია ყოველთვის ბოლო და ეს შენი კრიტიკას აღნიშნე და მადლიერება ამ გზავნილისთვის. კი, ნამდვილად იულია იქ ყველაფრის ალამაზია წითელი ხალიჩა ხალხი მოვიდა და ეგ იყო ესეთი პომპეზური, ლამაზი, სანახაობრივი, მაგრამ 3 წელი უკან რა იყო და რატომ იყო? 3 წელი გაგრძელდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ფინანსური რესურსი გჭირდება შენ რომ ეს რო შექმნა ის სამყაროთან, ხო 7 ისტორიული გადასვლა გვაქვს და სხვადასხვა დროსა და სივრცეში და ამას შექმნა ხო დავით აღმაშენებელი არის, რუსთველი, ფიროსმანი, გალაქტიონი, სარაჯიშვილი, კლოდ მონე, ოსტატი და შეგირდი, ანუ და პლუს სხვადასხვა ადგილებში გადასვლა და თავისი ხარჯი აქვს ფიზიკურად ამას და რაღაცა გარკვეული ნაწილი, ანუ ჩემი პირადია, შემომიერთა ჩემი ძვირფასი მეგობრები ლაშა ბარათაშვილი და თორნიკე მაისურაძე, ასევე რამდენიმე ჩემი პირადი მეგობარი, რომლებსაც თავის წული შეიტანეს, ისინი როგორც აღმასრულებელი პროდიუსერები, ხალხის მხარდაჭერა იყო გარკვეულწილად, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა ძალიან ცოტა იყო, 6 თვიმეზე რომ სიტყვაზე 7000 ადამიანმა შეიტანა თავის წვლილი, აქ შეიტანა ალბათ 300-მა რა. ანუ აი 6 თვიმე უფრო მეტად გაიგო ხალხმა, რადგან სახელი არის 6 თვიმე თაყაიშვილ ყველა მიცის, მაგრამ სიყვარული ხო ყოველთვის არსებობდა და გააზიარეს სიყვარულის გაგება ვერ გაიგეს რა. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ძალიან ბევრი გმირი, ძალიან დიდი გმირები გაცოცხლდნენ, ხო, ჩვენი ისტორიიდან და კულტურიდან. მაგრამ ესეც ალბათ თავისებური გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავუკეთებინა, ანუ არც სახელმწიფო არ ჩართულა, არც ერთი კომპანია ესე არ ჩართულა, როგორც ესეთი დიდი, როგორც 6 თვიმეზე იყვნენ რა, სოლიდური მხარდაჭერები გაგვიკეთეს რა სხვა კომპანიებმა და აი მე მაგალითად ყველაფერი გაღებული მაქვს რომ აი ეს ისტორიები და კულტურა გავაცოცხლოთ რა ქართული სულისკვეთების და დღეს არ კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრულ ფილმს უდიდესი დანიშნულება აქვს ადამიანის ცხოვრებაში და ქართული კინო ფაქტიურად დღეს სოციალურ დრამაზე არის დასული, რომელიც ან ნოლი განვითარება და დღეს ადონეცა ქართული კინო განვითარებული თქვენც იცით ხო და ჟანრული ფილმის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი. ანუ სოციალურ დრამას თავისი ჟანრი აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს მიმართულება რო ფინანსდება, ანუ არასწორია და ისტორიული, ბიოგრაფიული, ფანტასტიკა, მაშინელებათა ჟანრი ეს ნოლი, ანუ ნოლი ხვდებით? შენ რო შენ გმირებს აცოცხლებ, ძალიან დიდი რამეა რა, თვითონ როგორც ჩვენი თაობისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის და ამიტომ გაგვიგრძელდა ესე 3 წელი. ყველა მხარდამჭერს მინდა მადლიერება ყველა ფილმის ყველა მონაწილეს ჩვენს შემოქმედებით ლაშქარს და აი მადლიერება არის უმნიშვნელოვანესი რა, ვისაც შეიძლება გადაუხადო ჩემს ოჯახს რა, და ჩემს განსაკუთრებით და რომ ეს გავიარ ჩემთან ერთად გადის ხო, ჩემი ოჯახიც ამ სირთულეებს და ძალიან რთულია რა, ანუ შემოქმედებითი მიმართულება მე ოჯახური სიტუაცია როგორ რისი გავლა გიწევს იმისთვის, რომ ეროვნული პატრიოტული საქმე შექმნა, რომელიც სადღეგრძელოც ყველა სუფრაზე ისმევა, მაგრამ საქმეზე რო დგება ძალიან რთულია, მე არავის არ განვიკითხავ, არც გამსჭეს
ყველას თავისი ხედვა და ცხოვრება აქვს. უბრალოდ სასურველია რომ ასეთ პროექტებს გინდა ჩემი იყოს, გინდა სხვისი მხარდაჭერა კონდეს, თორე ჩვეულებრივ ჩვენ ვაკეთებთ ამ ეტაპზე ერთადერთი ჯგუფი ვართ, ვინც ისტორიულ ბიოგრაფიულ ჟანრს ქმნის, მხატვრულ ფილმს. მორჩა, ანუ ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, უბრალოდ აღარ იარსებებს ფიზიკურად და ერთი თუ გაწყდა ეს ჯაჭვი, ამისი აღდგენა მე ძალიან რთულია, იმიტომ რომ არავინ ამისი მთქმელი არ არის და ჩემი აზრით, ანუ ძალიან ტრაგედიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ყავს დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, ერეკლე მეორე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, აი 16 აყაიშვილი, ხო, მაზნიაშვილი, ანუ უსასრულოდ შეგიძლია ჩამოთვალო ეს გმირები და არც ერთზე არაფერი არ არის და არც გეგმაში არ არის. ერთადერთი ეროვნულ გმირზე ფილმი არის 16 აყაიშვილზე გადაღებული და ისიც ჩვენი გადაღებული. შენი ერის ისტორიას თუ არ აცოცხლებ, რა აზრი აქვს საერთოდ შენ ყოფნას ამ ქვეყანაში, ხო? ამ შემოქმედებაში როცა ხარ და ამ სახელმწიფო რო ხარ და ბიზნესი რო ხარ, ამაზე კარგი რა უნდა და ყველაფრიდან მოგება ხო არ შეიძლება მიიღო, მაგრამ თუ სწორად დაგეგმავ კინოს, ხო, ძალიან დიდ მოგებასაც მიიღებ, მაგრამ თავიდან ინვესტიცია ჭირდება რომ განვითარდეს და აი ეს არის გაზიარის სიყვარულით მინდა ვაჩვენოთ რომ აი ჩვენ გავაკეთეთ ინვესტიცია, ნაბიჯ მივდივართ და მე იმედი მაქვს რომ ეს ინვესტიცია უკან დაგვიბრუნდება ჩვენი სწორი გათვლებით ხალხის მხარდაჭერით ეხლა სხვადასხვა ქუთაისში გეგმავთ პრემიერას ხაშურში, ბათუმში, მე ბორჯომში, ახალციხეში ყველგან საქართველოს ტერიტორიაზე ჯერჯერობით საზღვარგარეთ არ გეგმავთ რადგან ფესტივალებზე მინდა გავიტანო და არ შეიძლება ფესტივალი არ მიიღებს თუ შენი ქვეყნის გარეთ გააკეთეთ ჩვენ კი მიიღებს მაგრამ ასეთ პრესტიჟული ფესტივალები უარს გეუბნებიან და აი ნახოთ ახლა მე რა ყველასთან გახსნილი ვარ, ყველა ორგანიზაციას სახელმწიფო იქნება თუ კერძო შეუძლია დაგვიკავშირდეს და მათთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო რამე შეიძლება გავაკეთოთ, ხო იყოს გააზიარეს სიყვარულის გაზიარების მაგალითი რა. პლუს აი გავყვები ახლა გზას ის ჯანსაღი სულისკვეთება რა, რაც თან ახლავს ამ ფილმს, ხო? ხა მეც აი სუნთქვითი ვარჯიშები რაც დავიწყე, მერე გადავედით აი კავკასიურ სუნთქვაზე, იოგას განმარტება, რომ არ არის ეს საშიში სიტყვა და რატომღაც ისე მოდის, რომ აი რა თქმა უნდა მოდის, ხო, უფრო რაღაცა კულტურულად შეიძლება დაპირისპირება იყოს როგორც ხო, მაგრამ ნებისმიერ კულტურაში შეიძლება შემოვიდეს გაატარო, რაც გინდა, რაც საჭირო ჩათვლი მიიღებ, რაც არ გინდა გავიშერეთ გასაყარზეო, გაგვიტარებია და გამოგვიტარებია, კი და ჩვენ ისე აქ ვართ რა და სხვებია შეიძლება რაღაცა არიან და აქედან არის უამრავი გასული. გინდა ეს კავკასიური იოგაც ხო თვითონ ის ვალევს კი წერს, რომ წავიდნენ, ვინც ეს და შემოგვინახა ფაქტიურად ჩვენი დიდი წინაპრების ცოდნა, დაწერა ამ კაცმა, შემოგვინახა და წავედი ტიბეტში და იქიდან გამომაგზავნეს წავედი კავკასიაში, საქართველოში და დაწერა და დაარქვა სიცოცხლეთა სიკვდილის წიგნი რა და თავისი ტერმინით დაარქვა კავკასიური იოგა, თორე იდეაში რა იყო ეს სამწუხაროდ არ ვიცი და მე დავარქვი სუნთქვა, რა იმიტომ რომ სუნთქვაზეა აგებული და კავკასიური სუნთქვა და იბერიულ კავკასიური სუნთქვა შეგვიძლია უფრო გავშალოთ, თუნდაც იბერიულ კოლხურ კავკასიური სუნთქვა, ну კავკასიის ეპიცენტრშია ეს და უბრალოდ იმ ადამიანმა იცოდა იოგა და რადგან იოგასაც ახლავს სუნთქვის ვარჯიშები და არქვა იოგა მეტი. მან არის კიდე სხვა რაღაცები, რაც ხვიდანაც არის და ამიტომ ალბათ აიღო, თორე არის ავთენტური მაგ ვარჯიშებს და არის რაღაც რაც დამახასიათებს სხვა იოგას ვარჯიშები და ალბათ მაგიტომაც აიღო. რას ეტყოდი ეხლა ადამიანებს ვინც გარკვეული სირთულეების წინაშე დგას, იმიტომ რომ ხშირად ამბობ ხოლმე რომ თავისუფალი ნების ადამიანი ვარო და ვიცი რასაც გულისხმობ. ჩვენმა მეგობრებმა ეს წლები დავინახეთ, რომ ძალიან შეუპოვარი ხარ, მებრძოლი ხარ და გაქვს ხშირად რთული სიტუაციები და რას ეტყვი აი ადამიანებს. მას შემდეგ რაც ეს ფილმი ესე დასრულდა, იმას მიაღწიე, რაც გინდოდა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს კითხვაზე ვერ გაგეცი ბოლომდე პასუხი ხო არ გქონია რომ აი გავჩერდე და რაღაც. ანუ რა თქმა უნდა რაღაცას რომ ჩაიფიქრებ, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოჩნდება მაშინვე რომ აი
ეგ არა რა, რა დროს მაგია და რა დროს კინოა სიტყვას. მაინც კინოზე გადავალ რა, მაგრამ ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში გულით რისი გაკეთებაც უნდა, ყველაზე დიდი გულშემატკივრები რომ უნდა გონია, რომ თავისი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები პირველი ისინი არიან მის კრიტიკოსები, რომ რა დროს ეგა საქმე გააკეთე, ხო? ანუ ხო, რა დროს კინოა ქვეყანაში შიმშილია, ხო? ანუ ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება და შენ თუ ის შენი გულის ტკივილი არ გულში რაც გიდევს. როგორ შეიძლება პოეტს უთხრა, რომ რა დროს ლექსებია, რა სხვა რამე აკეთე, როცა ამხელა ამოძახილი აქვს, ხო და ხე იმან რომ ლექსი არ დაწეროს. მაშინ რა აზრი აქვს, ხო? ანუ ეს მოვიდა რა. მეც ახლა რომ მომდის ჩემი სათქმელი რომ მიგროვდება, ეს უნდა აუცილებლად ითქვას რა. ანუ შენ როგორც დატრიალდები, შენ გარშემო სამყარო, როგორც მე ესე მაქვს, სამყაროს როგორც გაიხსნები, ისე გაგიხსნება და ხო, ანუ პირდაპირ არის რა, ანუ ღმერთი გეუბნება, ხო, გაანძრიე ხელი და გეშველება რა და შენ თუ ესე დადექი და სულ ითხოვე რაღაცა, შენც მაგალითი უნდა იყო და ეს მხარდამჭერებიც ნელ-ნელა შემოგიერთდებიან, იმიტომ რომ ყველა უნდა ხედავდეს და ესე ხდება რა, ეს ყველაფერი და ანუ შენ გარშემო უნდა შექმნა ეს რა, სამყარო უნდა გააზიარო და დაატრიალო, კი, ის რეალობა, რომელიც არის და ბევრი ადამიანი გეხმარება, მე შენ სხვას ეხმარები, ის სხვას და ესე გადამდები ჯაჭვი არის ეს ყველაფერი. და აი გააზიარო სიყვარული, მეც ესე ვარ და ვისაც აი ეს ვისაც რაიმე თავისი დაწყება უნდა ურჩევ, რომ ეპოვოთ ცხოვრებაში ის საქმე, რომელსაც გულით და სულით გააკეთებენ და არასდროს არ დაიღლებიან. მე ყველა კი, რატომ ხო აი ამ როგორ დაიღალე და აი უბრალოდ არ ვიღლა, აზრი არა ვარ, რა არის დაღლა. ესეთი შემართებით რომ ხარ, კავკასიური იოგას ეს პრაქტიკები ამდენი წლის მანძილზე ესეც ხوار გეხმარება ამ ყველაფერში. თავისთავად მეხმარება და მე ანუ სუნთქვის ვარჯიშებს რო დავიწყე ეს 2013 წელს დავიწყე, მაშინ საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებ. ანუ ეს უბრალოდ სუნთქვითი ვარჯიში იყო, მე ჩემეულად ვაკეთებდი პრაქტიკას. მედიკამენტებზე დამოკიდებული არა ვარ, ანუ არც არ ყოფილა, არ მიმიღია არასდროს, ანუ ავად არ ხვდები და არ მაწუხებს ანუ ჯანმრთელობის პრობლემა. არ მქონე, არც ვირუსი მქონე, არც აცრები გამიკეთებია და ეს სუნთქვითი ვარჯიშებით კიდევ უფრო ეს გამიძლიერდა ჩემი შინაგანი იმუნიტეტი და მე ანუ ჩემი ძმობილი არის კახაბერ ჭიღლაძე, რომლისგანაც გავიგე ამ კავკასიური იოგას შესახებ და მე დავიწყე ეს მეც პრაქტიკა გადავიკითხე ძალიან მაგარი ინფორმაცია შევიძინე. ამას უგზავნიდი ჩემ მეგობრს, ვეუბნებოდი სუნთქები გავაკეთოთ. რა ყველას მოწონს რა, მაგრამ არავინ არ აკეთებს რა და მე ვარ წუწუნებენ და მეთქი შემომხედე რა, ანუ არ წუწუნებ. გაკეთებელი ცოტა. ხო, ცოტა კი და მეხმარება რა, ანუ ესე შემართებით ჯანსაღად და სიცოცხლის ხალისი რო გაქვს, პირველი რომ შენ საყვარელ საქმეს აკეთებ, მაგრამ შენ საყვარელ საქმის კეთებისას სხეული და გონი უნდა მოყვებოდეს რა, ჯანმრთელად უნდა გრძნობდე თავს, რომ მე ანუ დღე და ღამე შემიძლია გავაერთიანო, სადაც გინდა გადამოფრინე, აკლიმატიზაცია არა მაქვს. რამდენიც არ უნდა ხანდახან ხო, ანუ ჩვენ ანუ სუპრავართ, ქართველები ვართ, ალევაც გიწევს, საერთოდ არ მქონია ცხოვრებაში ნაბახუსები რა. მით უმეტეს ამის მერე, ანუ გავიღვიძებ, ისე ვარ ნებისმიერ დროს შემიძლია 20 წამში ვიძინებ 20-30 წამი მინდა მაქსიმუმ რაც არ უნდა ხმაური და შუქი იყოს რომ დავიძინო. ანუ ჩემი შინაგანი სიმშვიდე არის ამ სუნთქვებზე რა აწყობილი და შენი სხეული განაგებ რა. ეს ჩემი გამოცდილებები ხომ მქონდა რა და აი დავაკავშირე ამ ფილმში და ვიფიქრე რომ როგორ საინტერესო იქნება რომ აი მართლა კოვიდით დაავადებული ადამიანი ხომ მთლიანად ახლა ვერ მოყვები ისტორიას, მაგრამ და კარგი გზავნილები არის. ერთი ვარჯიშის ჩვენებაც არის როგორ ხდება, შემდეგ ამაზე საუბარია და შემდეგ უკვე გადადიან უკვე დროსა და სივრცეში და ბოლოს ხვდებით რომ ეს ადამიანი როგორ გამოჯანსაღდა და დარჩენ ფილმში უნდა და მიხარია რომ ეს თქვენი ცენტრი ჰარმონია არსებობს და ესეთი კარგად დაგეგმილად მიმდინარეობს აი ეს სამკურნალო საوارჯიშო გამაჯანსაღებელი მიმართულება ამ კავკასიური იოგის თანხლებით და ანუ გიო შენ ამისი ხელმძღვანელი ხარ და ძალიან კარგი არის რა. მე მაგი მინდოდა სულ რომ აი კავკასიური ამ ხელა ფილმს რო ვაკეთებ და ამდენი ხალხი რო ნახავს, ანუ მე ჩემთვის ვაკეთებ, მაგრამ მე ესე ვერ გავაგრძელებ. ხვდები, არ არის ეს ახლა ჩემი მიმართულება რომ ცენტრი გავხსნა და ანუ მაშინ უნდა გადავერთო და
მინდოდა რომ ისეთი ყველამ თავის საკეთებელი უნდა აკეთოს. ეგ არის ყველაზე მაგარი რომ შენ რაც არის შენი საქმე ის უნდა გააკეთო რა. და ამ მithumetes ჩვენს სამშობლოში და ძამ სულ მინდოდა რომ ესეთი რაღაც არსებულ ყოფილიყო რომ და აი კარგია რომ ეს შექმნილია და ახლა თუ ვინმეს მე დააინტერესებს ხო ანუ წიგნებიც არის ყველანაირი რესურსი არის შესაძლებლობა რომ ვიღაცა მოვიდეს და გაიაროს ხო კურსიც გაიაროს შეიმეცნოს უფრო მეტი და მკითხვას თუ დასვამს კომპეტენტური ადამიანი უპასუხებს რა. თან კვლევებზე დაფუძნებული გიორგი ექიმია მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს ამ კონკრეტულ მიმართულებასთან, რასაც კავკასიური იოგას ვეძახით და აბსოლუტურად მის საექიმო გამოცდილებასთან ძალიან ინტეგრირებულია ეს სისტემა. გიორგი, შენს ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე ესეთი დეფინიცია. ადამიანის ფსიქოემოციური, სულიერი, მატერიალური სფეროების მართვის უნიკალური სისტემა. ადაპტაციის საუკეთესო მეთოდი, საკუთარ თავთან ურთიერთობის ხელოვნება. ეს ყველა კავკასიური იოგას სუნთქვითი ვარჯიშების დეფინიცია. აი, კარგად რომ მოგვიყვე მაგაზე უფრო დაწვრილებით. მე ცოტა მაშინ ნიკოლოზის ფილმიდან დავიწყებ. პანდემია რო დაიწყო აბსოლუტურად მოხდა ადამიანთა ფასეულობის დევალვაცია. ხომ, აი რაღაც ნიშანდობლივი მოვლენა დაიწყო და ადამიანებში შემოვიდა შიში, აგრესია და მე უკვე რო შევატყოთ უკვე 2026 წელია და ნელ-ნელა გზებით კი არ მივიწევით, არამედ ქვევით მოვიდივართ. და აი ეს გააზიარი სიყვარული ძალიან სწორი მესიჯია ახლა, იმიტომ რომ ერთადერთი ძალა არსებობს დედამიწაზე ეს ამას ჩვენ სიყვარულს ვეძახით, ჩემთვის ეს შეთანხმობილობის ხარისხია, რომელმაც შეიძლება ხიდი გადოს ჩემს სხვადასხვა ყოფიერებებს შორის. მე ხო სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაში შეიძლება ვიყო. მაგრამ სიყვარული თუ მაქვს, მე მაშინ შეთანხმობილობის ხარისხს ვზრდი და მე დიდი შანსი მაქვს, რომ დესტრუქციული ჩემი მეს მდგომარეობიდან გადავიდე უფრო კონსტრუქციულში. და ამაში მე მეხმარება სუნთქვა. იმიტომ წეღანაც რო თქვი რომ სუნთქვა ჩემის აღქმით პირდაპირ ეს არის შემოქმედის ღმერთის ენერგია და ჩვენ ამ ენერგიის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია და აი ეს სუნთქვა ეს არის ის ინსტრუმენტი რომელიც ჩემს ტვინზე მოქმედებს ძალიან თავისებურად და უნიკალურად და მე თუ ტვინი არასწორად მემუშავებს მატერიალურ და სულიერზე გაერთიანების ან მათი კონსტრუქციული სინთეზისეც ლაპარაკი ზედმეტია. ანუ მე როგორც ადამიანი გამოვლინდები როგორც უნიკალური ტვინის, იმიტომ გამოვლინდები ადამიანად, რომ ესეთი უნიკალური ტვინი მომცა შემოქმედნა. ახლა თან მაქვს ინსტრუმენტი, ეს არის სუნთქვა, რომ მე შემიძლია ჩემი სუნთქვის საშუალებით ეს ტვინი ისე დავალაგო, რომ სულიერი და მატერიალური სფეროების მართვა შევძლო. შეგნებულად ხო. განსხვავება ეს არის, რომ ამ სისტემაში შეგნებულად ვიწყებთ სუნთქვას და მე მაქვს უკვე გასაღები, რომ ამ ყველაფერს მიუახლოვდე შეგნებულად. ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ მივაგენი იმას, რამაც შეცვალა ტვინი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინე კავკასიური იოგა, თუ მანამდე შენი ეს პრაქტიკები, ძიების პროცესი რაც გქონდა, იქიდან დაიწყე ტვინის შესწავლით დაიწყე და მერე უბრალოდ ძალიან დაგეხმარა აი ფაზლების დალაგებასავით ფაზლების დალაგებაში უკვე კავკასიური იოგა. არა, მე ვიტყოდი რომ უფრო კავკასიური იოგა დამეხმარა. უბრალოდ მე რაც დრო გადიოდა და უფრო ღრმად შევდიოდი მედიცინაში, ნევროლოგიაში და ფიზიოლოგიაში, მივხვდი რომ აბსოლუტურად ჩვენმა წინაპრებმა მიაგნეს უნიკალურ ნეიროფიზიოლოგიურ, ნეირობიოლოგიურ ტექნოლოგიას, რომელიც გვეხმარება ნეიროპლასტიურობა, ანუ მოქნილი ტვინი შევინარჩუნოთ ამ სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით და მოქნილი ტვინი ხდება საუკეთესო საშუალება ადაპტაციის. ურთულეს პერიოდში ვართ ხომ? და ეხლა მით უმეტეს გვჭირდება ისეთი ტვინი, რომელიც მოახერხებს ადაპტირებას და თვითონ ტვინივე მე ბადებს ამ უამრავი პრობლემის გადაჭრის საშუალებებს. თუ კი რეალობა გვინდა რომ დაგვილაგდეს, ამ ურთულეს პერიოდში მართლა ცუდ მარტივი დრო არ არის, ცუდ საერთოდ მარტივი დრო არ არის, სადაც მართლა გათელია ყველა ფასეულობა. მით უმეტეს უფრო გათელილია სიყვარული. და სიყვარული აი ისეთი გასაღებია, რომლის გარეშეც კაცობრიობა კონსტრუქციულად ვერ შეძლებს გარაგზოს არსებობა. და ეს
ეს პირდაპირი უნიკალური მე ვიტყოდი აუთენტური ესეთი სუნთქვითი ვარჯიშები ყველა იოგის სისტემაში არ არის. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ტვინზე ვიმოქმედოთ პირდაპირ და ტვინი ჩვენი გავხადოთ შვიდობიანი, პროდუქტიული და ძალმოსილი. თან რა არის კიდე რომ შენ ანუ სხვა მაგალითად იოგების ვარჯიშებში მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშები, ხო, ფაქტობრივად უფრო მეტი დავტვირთვა აქ ტვინზე ეს არის ძალიან პერსპექტიული უნიკალური ნეირორეაბილიტაციის ტექნოლოგია. კი, ნერვულ სისტემას ძალიან მაგარი. ეს ჩვენ დღესდღეობით მოდიან უკვე სხვადასხვა პაციენტები, სხვადასხვა მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, ვისაც განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, დაუზიანდა ნერვული სისტემა. სხვა, არ ჩავდები დაავადებების გამო. ჩავდები და ხო, გარკვეული მიდრეკებილებების და გარკვეული დევიაციების და გარკვეული მიჯაჭვოლობების გამო. და უკვე ჩვენ ძალიან საინტერესო შედეგები გვაქვს. როგორც კუნძ სჭირდება ვარჯიში, როგორც კუჭნაწლავს და ასე შემდეგ სჭირდება სწორი პირობები, საკვები, მასაჟერი, მასალა, ისე ტვინი სჭირდება ვარჯიშიც. და სუნთქვითი პრაქტიკები და მე ახლა რატო ისო კავკასიური იოგა მართლა უნიკალურია და რაც დრო გადის უფრო აღფრთოვანებული ვრჩები რამხელა შესაძლებლობია მაშინ ჩართული რომ ჩვენმა წინაპრებმა როგორღაც თავისი გამოცდილების ან შთაგონების სახით მიიღეს ტვინის სავარჯიშო მოგვაწოდეს ტვინის სავარჯიშო რომლითაც ადამიანი იცვლება ყველა დონეზე ფიზიკურ ფსიქოემოციურ და ინტელექტუალურ დონეზე. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. მარტო სხეულის დონეზე არა, სამივე დონეზე იზრდება ადამიანი. იცვლება და ანუ ამ ასეთ ტექნოლოგიებს შეუძლია ცივილიზაციის ბედი შეცვალონ. ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ თუ კი ეს მასობრივ მოხმარებაში ჩაუშვით და გავხადეთ ძალიან მისაწვდომი და გასაგები მარტივად, ადამიანები გამოვლენ იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რაც დღეს არის. რაღაცები კიდე წინ ველოდება, ჩემ სოფხედელობაზე ბევრი რაღაცა იმოქმედა და იყო ერთი არის ეხლაც ამერიკელი ფსიქიატრი და ის იკვლევდა ქცევის აშლილობას და დარღვევას და ისიც ნეირორეაბილიტაციაზე ლაპარაკობდა. დღეს უკვე ისიც დამტკიცებული ნერვული უჯრედებიც უკვე განიცდიან აღდგენით პროცესებს, ადრე ჩვენ გვასწავლენ, რომ ნერვული უჯრედები კვდება და მორჩა. არა, ტვინი სულ განაგრძობს ანუ ზრდას და აღდგენით პროცესები სულ მიმდინარეობს. და ეს სუნთქვითი პრაქტიკები მე საშუალებას მაძლევს დავაჩქარო ჩემი დაზიანებული ტვინის აღდგენის პროცესები და შესაბამისად მე უკვე ჩვენ აქ დიაგნოსტირებას როცა ვაკეთებ, ვხედავთ დაახლოებით ძირითადად რომელი წილებში მოდის ხოლმე დაზიანება, რომელი რეგიონები ზიანდება. ესეც რეფლექტორული ტვინის წილებზეა ხო? ტვინის წილებზეა ლაპარაკი, რეფლექტორულ გასინჯვაზეა საუბარი და ჩვენ მე ინდივიდუალურად მორგებულ ვარჯიშს ვაძლევთ, ინდივიდზე მორგებულ ვარჯიშს, ოღონდ არა წიგნიდან, იმიტომ რომ წიგნის შემოცემული ვარჯიშები ყოველთვის არ შეიძლება ხლა. ნიკოლოზ გაუმართლა, მე სულ მეც გამიმართლა, მაგრამ მინდა ვიკითხო, ბოდიში რომ ზოგს მაგრე რო დაიწყოს კიდე უფრო დაზიანდება. მომისმენია მე მსმენია შენს ლექციებზეც მომისმენია რომ ძალიან კარგია, ძალიან დადებითი შედეგების მომტანია ზოგადად სუნთქვითი თერაპიები, მაგრამ არის სიფრთხილე საჭირო. რა სიფრთხილეზეა საუბარი და რატომ გაუმართლა ნიკოლოზ? თითეული ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა არის გარკვეული ელექტრული მუხტი, ენერგია. ნიკოლოზ გაუმართლა, იმიტომ რომ რატომღაც მისი ფიზიკური და ინტელექტუალური მონაცემები ისე დაემთხვა, რომ როდესაც ჩაუვარდა სისტემა, მისთვის როგორც გამაძლიერებელი აღმოჩნდა. მაგრამ ნიკოლოზ გაუმართლა პეტრას შეიძლება არ გაუმართლეს, ხო, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ ამ ვარჯიშმა კიდე გაუარესო და ეხლა ახსნი რატო. ჩვენი თვითშემეცნებითი, ანუ გააზრებადი პრინციპი შეიძლება ტრავმების ცხოვრების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ჩარჩეს რომელიღაცა ცენტრებში. ან ასე რომ ვთქვათ, ამ სტრესის შედეგად აენთოს ისეთი კერები და აღარ ჩაქრეს. და ეს ანთებული კერები, ეს არის სულ ტრიგერი და ჩემი ყურადღება სულ იქ არის. სადაც ყურადღება მეტი აღზნება და ენერგია მიდის იმ ცენტრებში და მე ვაკლებ სხვა ცენტრებს. და მე რო დავიწყო ახლა სუნთქვა მომზადებელი რომ არ ვიცი ჩემი მდგომარეობა, ისედაც გაძლიერებულ და აღზნებულ ცენტრებს დამატებით მუხტს მივცემ. და რო ვერ გავასწორებ, ჩემი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. ნებისმიერ რაღაცას დასწავლა სჭირდება. ანუ ნერვული სისტემამ ეს უნდა შეიყვანოს წესში.
და თუ ინდივიდზეა მორგებული, ხო საერთოდ ძალიან მაგარი რამეა. და ჩვენ ამას ვაკეთებთ აქ, რომ ინდივიდზე ვითვალისწინებს მათ სხვადასხვა დარღვევებს, სხვადასხვა აშლილობებს და ვაძლევთ დავალებას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დღეს ძალიან გავრცელებულ მართლა ყველა მეორეს აქვს და მართლა ბავშვები ავადობენ, თუ შეიძლება ამას ავადობა უწოდოთ, პანიკურ აშლილობებს. მე პირადად ჩემი მაგალითით გეტყვით, რომ პანიკურ შეტევას გავუმკლავდი კავკასიური სუნთქვის თერაპიით. აი ახლა გეტყვი მაგალითს, საიდან დაიწყო ჩემი სუნთქვა საერთოდ რა. აი 2013 წელია ვარ ლოს-ანჯელესში და ერთ-ერთ პროექტს ახორციელებთ, რომელიც არ განხორციელდა ჯერჯერობით რა და შეხვედრები გქონდა, რაღაც ფინანსური თემები, 1000 რაღაც მიმართულება და მოკლედ იმ დროს ეს ვერ შედგა და ურთულეს მდგომარეობაში ვარ, ყველანაირი გაგებით რა, ესე მარტივად რო ვთქვა და შფოთი, სტრესი, დეპრესია, აი ყველაფერი რო გიტევს ერთად და იმედგაცრუება, აი რაც კი შეიძლება რომ უარყოფითი განცდა გქონდეს, ყველაფერი ეს თაიგულად მადევს და მე ვცხოვრობდი ჩემი, აი ხლა იყო ჩამოსული ჩემი ძვირფასი მეგობარი, უფროსი კოლეგა ტიმანგულო და ანუ მას სახლი ჰქონდა და იქ შემეძლო მასთან დავრჩენილი ყავი და მოკლედ იქ ვარ და ის არის რაღაც ისეთი კერძო სახლების დასახლება და ძალიან ლამაზი და დიდი პარკი აქვს რა, გამწვანებული პარკი და იქ ჩვეულებრივად დავდიოდი და გავედი ერთ დღეს და მეთქი ხა უნდა ეს ჩავისუნთქო რა, ეს 15 წუთი ღრმა ჩავისუნთქო, ამოვისუნთქო და დავჯექი სკამზე და არაფერი დავხუჭე თვალები და უბრალოდ ესე ანუ დავიწყე სუნთქვა და თავიდან ფილმშიც მაქვს ეგ ჩემი პირველი განცდა, რაც მე განვიცადე, ის განიცადა უნიამაც რა ფილმში. რომ დავიწყე სუნთქვა, ცოტა თავბრუ დამეხვა, ანუ ღრმად რო დავიწყე სუნთქვა, მერე სასა დამიბუჟდა სავით ესე იქაც და რაღაცა შიგნიდან ხურდები რა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ჟანგბადი სვა იწყება დიდი რაოდენობით და დავით და უცებ რო დავამთავრე ის მქონდა დანიშნული საათზე რა, ეს 15 წუთი და აი გვიგრძენი რომ აი გამოვიდა ყველაფერი რაც კი მაწუხებდა რა. და მეთქი აქამდე სად ვიყავი, აქამდე ჩვეულებრივად და პირველად იყო ეს ჩემს ცხოვრებაში რა. აი გააზრებულად რომ მე ხლა მჭირდება სიმშვიდე, ყურადღება და გამოსავლების მოძებნა რა. უნდა იმიტომ რომ ცხოვრება არა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, რაღაც შეიძლება აკეთებდი, არ გამოვიდეს, მაგრამ რა არაფერი ამით ხო არ თავდება ცხოვრება. ნებისმიერ ადამიანს რა, ანუ გულითადად რომ დაელაპარაკები ხა შენ იმასთან რაიმე ვალდებულება გაქვს თუ არა გაქვს თუ რაღაცა რო არის, შენ თუ გულით დაელაპარაკები, ნებისმიერი ადამიანი გაგებს. მე უამრავ ადამიანთან მაქვს ვალდებულება და ესე მიუყვები ამ ვალდებულებების შესრულებას და ასრულებას, იმიტომ რომ სხვანაირად ეს საქმე არ გამოდის, ხო? ამიტომ მე როგორც შემოქმედს მჭირდება ჩემი სულიერი სიმშვიდე პირველ რიგში. და მე აი ამ ჩემი პირველი სუნთქვით მოვიპოვე ეს. მე მეორე დღეს გავაკეთე, მესამე დღეს და ეს უკვე გადამივიდა, ანუ ჩვევაში. ამან მომცა ჩემი ძალიან დიდი ენერგია, ის მუხტის, შინაგანი ძალა, სულიერი სიმშვიდე და ნელ-ნელა აი ეს გარდაიქმნა იმ არსებად ჩემსში რა, რომ როგორც დღეს ვარ და დღეს ანუ ჩემი წყობილებიდან გამოყვანა არ ვიცი რას შეუძლია, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ პრობლემები არ არსებობს, უბრალოდ ადამიანები იგონებენ ამ პრობლემებს, რომ მერე თქვენ როგორ გადაჭრეს ეს პრობლემები და სხვებს მოუყვნენ ამის შესახებ და რა საჭიროა რა, ანუ ყველაფერი არ შენ უნდა გაეხსნა რა, ადამიანსაც, სამყაროსაც, უფალსაც და მერე კავკასიური იოგა რო წავიკითხე, მივხვდი რომ ეს სუნთქვები, რასაც მე ვაკეთებდი ძალიან კარგი იყო და პირიქით გადამიყვანა ახალ დონეზე, იქ უკვე ტექნიკურად შევისწავლე თვითონ სხვადასხვა მიმართულების სუნთქვები არის, რომელიღაცას ვაკეთებ, რომელიღაც არ ვაკეთებ, მაგრამ ვიცი და რომელიმე უფრო მომწონს და რაც მომწონს, იმას უფრო ვაკეთებ ხოლმე და მივხვდი რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს და მე უკვე ეს რომ დავიწყე ფიქრი, მე მინდა სხვასაც გაუზიარო. სხვებთან ერთადაც გამიკეთებია ეს სუნთქვები ჩემს მეგობართან ერთად და მათაც
მიუღიათ ეს დადებითი განცდა და პირველ რიგში გაყენებს დადებით ხასიათზე. მშვიდად და სასიცოცხლო ენერგიას, ჩემთვის ეს არის. განიჭებს და შენ მზად ხარ ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის ძალიან მშვიდად მისაღებად და გადასალახად რა. კვლევები იყო, ახლაც მიდის უამრავი დაკვირვება, როდესაც ადამიანი გარკვეულ ესე ძლიერ ზემოქმედებას განიცდის, რომ და აღემატება მისი ადაპტაციისა და რესურსების შესაძლებლობას, ეს შეიძლება იყოს წამალი, სტრესი, ნარკოტიკი, სასმელი, არა აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი რამდენიმე დონეზე ვრცელდება და აქაც ამ შემთხვევაში ზიანდება ტვინი. და თუ ტვინი დაზიანდა, ხო? აბსოლუტურად გააჩნიათ ან სად დაზიანდა. და ძალიან ხშირ შემთხვევაში, აი ესეთი საშუალებები, როგორც ნარკოტიკული მოსაწევი და დასალევი საშუალებები, ისე აზიანებენ ტვინს, რომ მე აისახება ქერქს აზიანებენ, ანუ ისეთ ცენტრებს აზიანებენ, რომელიც ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. და მე უკვე ისედაც ხომ რატომღაც გავსინჯე, მივეძალე, უკვე მქონდა ძალიან ხშირად წინაპირობა, ხო? ეს საზოგადოება შეიძლება მიბიძგოს, მიბაძვის, უკვე რაღაც გარკვეული ტრავმები მქონდა, რომ ვეძებ, რაიმე მანუგეშებელი, ხო, საშუალება გარედან მივიღო და რომ ვიღებ, ეს უკვე კიდევ ხდება უფრო დამაზიანებელი ფაქტორი და მაშინ ადამიანი აბსოლუტურ ჩიხში ექცევა. ეხლა რას აკეთებს ეს? აქ არის რამდენიმე ფაქტორი ჩადებული, რომ თავი და თავი ამ ჰარმონიული და წეღან ნიკოლოზმაც ახსენა სასიცოცხლო ენერგიაზე. ჰარმონიული ცვლილების სათავე, ანუ გამშვები ეს არის სასიცოცხლო ენერგია. და აქ უკვე გარკვეული ეშმაკობებია, რომ კონცენტრაციით შეგნებული სუნთქვით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე სასიცოცხლო ენერგიას მიმართავ უკვე ისეთ ცენტრებში, სადაც მოხდა დაზიანება. და თუ ინდივიდზეა მორგებული, ხო საერთოდ ძალიან მაგარი რამეა. და ჩვენ ამას ვაკეთებთ აქ, რომ ინდივიდზე ვითვალისწინებს მათ სხვადასხვა დარღვევებს, სხვადასხვა აშლილობებს და ვაძლევთ დავალებას. ანუ ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ მე მზად ვარ სამეცნიერო წრეებთან, პრაქტიკოს ექიმებთან, ყველა კითხვას გავცე პასუხი, რაც შემიძლია, ხომ რაც შევიმეცნი, იქიდან გამომდინარე. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ალბათ ეგეც იქნება, ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს ოღონდ პასუხი კი არ იქნება. ალბათ უფრო რეკომენდაცია იქნება ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დაიწყოს ეს პრაქტიკა, რომ აუცილებლად გააკეთონ ეს მეთვალყურეობის ქვეშ, სწორად გავიგე. კი, მოკლედ ესეთი ეტაპებად რო აღნიშნოთ. დღეს ესეთი ტექნოლოგიები გვჭირდება, როგორც წყალი, როგორც ჰარი, უფრო როგორც ჰარი და რატომ. ძალიან რთული პერიოდია. ტვინი განიცდის თითოეული ადამიანის კოლოსალურ დატვირთვას და დარტყმას. იმიტომ რომ ინფორმაციული დაბინძურებაა. ინფორმაციულ დაბინძურებას მიემატა ეკოლოგიური. დღეს უკვე ხარისხის საკვების გაცილებით უარესი ვიდრე იყო. ყველაფერი გვაქვს, მაგრამ უხარისხო. გაფუჭდა ჰაერის ხარისხიც და გაფუჭდა ინფორმაციის ხარისხიც. ხო, წვდომა გვაქვს ყველანაირ ინფორმაციასთან. და კრიტიკულად გვჭირდება ესეთი რაღაცეები, რომ ჩვენ აღარ გავაგრძელოთ ვარდნა. საღიტვინები. იმიტომ რომ თუ გავაგრძელეთ ვარდნა, ეს მოხდება ძალიან სერიოზული დევალვაციით ყველა დონეზე. მაგრამ ამ აუცილებლობაში ერთი რამე უნდა გავითვალისწინოს, რომ ინდივიდზე უნდა იყოს მორგებული, რომ ეს გახდეს უსაფრთხო და ეფექტური. და ამ უსაფრთხოს და ეფექტურს ვხდით ჩვენ აქ, ჩვენ ლაბორატორიაში. სუნთქვის ლაბორატორიაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ეპიზოდი, იმიტომ რომ არ ეხება რაღაცა ისეთ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, ჩვენს სულიერ და ფიზიკურ განვითარებას ეხება, სწორ განვითარებას ეხება. ნიკოლოზისგან ამაზე ძალიან დიდი შრომა დაგვაწლია, რომ ეს ცოტა სხვა ენით და კინოს ენით მიეტანა მაყურებლამდე. გიორგისგან ამაში არის დიდი შრომა, როგორც ექიმს მიეტანა და მიაქვს და ამ საქმიანობას აგრძელებს. მე წარმატებას გისურვებთ ორივეს თქვენს საქმიანობებში და იმედს ვიტოვებთ, რომ მე ვიტოვებ პირადად იმედს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ავაზიაროთ სიყვარული და ვისუნთქოთ სწორად, ხო? თქვენი მესიჯი, რეჟისორის მესიჯი და ექიმის მესიჯი.